ღიაკარის დღეზე ნომერ 4 საჯარო სკოლამ მომავალი პირველ კლასელები მიიწვია. სკოლის კიბეებთან პატარებს, რომლებიც სკოლაში მშობლებმა და ბაღის აღზრდელებმა მიიყვანეს, სხვადასხვა საგნის პედაგოგები დახვდნენ და სკოლის შენობაში შესასვლელად სპეციალურად მათთვის შექმნილი ბეჭედ დარტყმული პასპორტები გადასცეს. უკვე სკოლის კედლებში კი თვალხატულა გოგობიჭებს დირექტორი და დაწყებითი კლასების პედაგოგები ელოდნენ, რომლებმაც ფერად ოთახში ბავშვებს წიგნები და სათამაშოები ზღაპრის გმირებთან ერთად დაახვედრეს. ბავშვებთან ერთად მშობლებმა და აღზრდელებმა სკოლის აკადემიური, შემეცნებითი თუ სპორტული მხარეები გაიცნეს და ის უპირატესობები მოისმინეს, რაც ნომერ 4 საჯარო სკოლას სხვა სკოლისგან გამოარჩევს. ბავშვებმა და მათმა მხლებლებმა სკოლის ყველა ზონა დიდი ინტერესით მოიარეს და შინ ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ. დღეს გვაქვს ღიაკარის დღე, 4 საჯარო სკოლაში. ჩვენ მოვიწვიეთ სავარაუდოდ პირველ კლასელები, სასკოლო მგზავრობის ჯგუფის ბავშვები. მათ ვესაუბრებით ჩვენი სკოლის შესახებ, იმ შესაძლებლობებზე, რისი მოცემა შეუძლია ამ სკოლას. თავიანთ მასწავლებლებს აქ გვაქვს ისეთი შეთავაზებები და იმდენად საინტერესო იქნება ჩემი აზრით, რომ ბევრი მათ შორის მშობელიც, აქ მე ვხედავ ბაღის გამგეებიც არიან, მენეჯერები არიან მოსულები, რომ მათთვის მისაღები იქნება ეს სკოლა თავისი შესაძლებლობებით, ყველაფერი იმითი, რითაც ამაყობს საერთოდ ეს სკოლა და რის გამო ჩვენ რამდენიმე წლაში გვიწევს მუშაობა, იმდენად დიდია მოთხოვნა მასზე და მასწავლებლებზე, თვითონ იმ ბაზაზე, რაბაზაც ამ წუთში გაგვაჩნია. ჩვენ გვინდოდა ბავშვებს უფრო გაეგოთ, რომ სკოლა და ეგრძნოთ, რომ სკოლა არ არის მხოლოდ შენობა. სკოლა ადგილი, სადაც თამაშით სწავლობენ, სადაც მეგობრები ეყოლებათ, სადაც ძალიან ბევრი კარგი რაღაც ელოდებათ და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა. რატომ ჩვენი სკოლა სიხარულის სახლია. აქ ყველა იპოვის თავის ადგილს და თავის მეგობარს. დღეს დიდი გაცნობის დღეა 4 საჯარო სკოლაში, ჩვენ სიხარულის სახლში. ჩვენი გულებით სიხარულით არის ანთებული, ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი სტუმრები, ეს პაწაწინა ბავშვები ძალიან კმაყოფილები იქნებიან და კმაყოფილები გააგრძელებენ შემდეგ სექტემბერში ჩვენთან ერთად ურთიერთობას და სწავლა-განათლებას მიიღებენ, ისე როგორც ეკადრება ჩვენ საუკეთესო სკოლას. დიდი გაცნობის დღეა ოზურგეთის ნომერ 4 საჯარო სკოლაში. ეს ტრადიცია მრავალი წელია არსებობს. და დღეს ოღონდ ცოტა განსხვავებული ფორმატით გვაქვს, უფრო ადრე დავიწყეთ და უფრო მრავალმხრივი სპექტრით. ზურგეთის ნომერ 4 საჯარო სკოლა ლიდერია.